თუ თქვენი ბავშვი დაიბადა ნებისმიერისთვის 16 რიცხვში, ასეთი ბავშვი არის ძალიან თამამი, დაჟინებული ხასიათით, რომელიც ერთდროულად ავლენს როგორც ლიდერის, ასევე მეამბოხის თვისებებს, არ უშინდება სირთულეებს, ავლენს თავის სულის სიმტკიცეს, იცის როგორ გამოხატოს თავის იდეები დამაჯერებლად, არის ძალიან ცნობისმოყვარე, გონიერი, სისტემატურად ისწრაფვის სამართლიანობისკენ, უნდა რომ დაიცვას სუსტები, აქვს ძალიან შემოქმედებითი აზროვნება და ყოველთვის აქტიურია, ცხოვრებისეულად ძალიან აქტიურია. ზოგადად მისი დევიზია რომ დაეხმაროს სამყაროს, აი სულიერად გამოღვიძებაში, რომ გახადოს ეს სამყარო უფრო უკეთესი ადგილი, მაგრამ ასეთი ბავშვი, რა თქმა უნდა, ავლენს უარყოფით თვისებებს და ეს არის დესტრუქციული ქცევისკენ მიდრეკილება. მაგალითად, ასეთ ბავშვებს აქვთ ტრამვის მაღალი რისკი, ძალიან ხშირად ეცვლებათ ხასიათი და ეს რაც უფუჭებს მერე ურთიერთობას სხვებთან, მათ შეიძლება გაუჭირდეთ სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება ახლობლებთანაც კი, ისინი კონფლიქტში არიან მეგობრებთან და საერთოდ ხშირად იწვევენ თვითონაც კონფლიქტებს. მაგალითად ერთის მხრივ ეშინიათ სტაბილურობის და მეორეს მხრივ მუდმივად ამბოხებულები არიან და უჭირთ დახმარების თხოვნა. რა შემიძლია კიდე ასეთ ბავშვებზე გითხრათ? საერთოდ ისინი ქმნიან ერთგვარ ციხესიმაგრეს და არ უშვებენ სხვებს იმ ციხესიმაგრეში. მათთვის ყველა ცვლილება მტკივნეულია, ემოციურად ძალიან დაძაბულები არიან. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანა, ძალიან ხშირად არაკეთილსინდისიერად მოქცევა და საერთოდ ძალიან ხშირად ახასიათებს, რომ თვითონ ანგრევენ საკუთარ ცხოვრებას და ასევე სხვების ცხოვრებას. მათ შეუძლიათ იყვნენ ამპარტავნები და ძალიან უხეშები. არიან ხშირად, როგორც მანამდე ვთქვი, ძალიან ამბოხება ახასიათებთ და ხშირად საკუთარ აზრს და წესრიგს ამყარებენ და არ ცდილობენ სხვებს მოусმინონ და ძალიან ემოციურად და აგრესიულად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს.